მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო და მეგობრებო, გიბრუნდებით კარგოკასტის მეხუთე ეპიზოდით, კვლავ მედალევანი და ვისაუბრებთ ლოგისტიკაზე, მის ფუნდამენტურ ღირებულებებზე და პრინციპებზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი ლოგისტიკური პროცესის დროს რომ დავიცვათ. მოგესალმებით. ცოტა დიდხნიანი პაუზა გამოგვივიდა, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ფიზიკურად ვერ შევძელით რომ ჩაგვეწერა მომდევნო ეპიზოდი. დღეს დადგა დღე, როდესაც ვისაუბრებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ლოგისტიკის, რომელსაც ქვია საჰაერო მიმართულება. ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა, იქიდან გამომდინარე რაც თქვი, მაგრამ გვიხარია რომ ისევ დავბრუნდით და ჩვენს მიმართულებას ისევ გავაგრძელებთ და მივაწვდით საჭირო ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს. ტრადიციულად ლევან მადლობა გადაუხადოთ ჩვენს სპონსორს IBEX Logistics, რომელიც საჰაერო გადაზიდვებიდან დაწყებული ყველა სახის ლოგისტიკურ მომსახურებას უწევს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ თავის მომხმარებლებს. და უდიდესი მადლობა პოდკასტ არეას, რომელიც გვეხმარება ესეთი ლამაზი გარემოთი ჩვენი ეპიზოდების ჩაწერაში. მოდი გადავიდეთ ჩვენი დღევანდელი დღის თავარ თემაზე, უშუალოდ საჰაერო გადაზიდვებზე, საჰაერო მიმართულებაზე. პირველ რიგში ჩვენი მაყურებლისთვისაც გასაგები რო იყოს, თავშივე რო აღვნიშნოთ, ხო? გავაკეთოთ გამიჯვნა. თვითონ ამ გადაზიდვის საჰაერო მიმართულებაზე გადაზიდვის კლასიფიკაცია რო გავაკეთოთ რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ერევა და ვერ საზღვრავს სწორად თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს მიმართულება, რომელიც ლოგისტიკაში არის ყველაზე უსაფრთხო პირველ რიგში, ყველაზე სწრაფი, შესაბამისად ბიუჯეტური ნაკლებად გამოდის ბიუჯეტური, მაგრამ იმდენად მოქნილი სისტემა არის, რომ ხშირ შემთხვევაში არის უალტერნატივოც კი, ხო? და უღირს კიდევაც იმ განსხვავების გადახდა საჰაერო გადაზიდვაში იმისათვის, რომ მიიღონ კომფორტი. კი, რა თქმა უნდა. საწყის რო დაუბრუნდით, ანუ კლასიფიკაციას რატო, ხო, ხშირად ერევა ხოლმე ჩვენს მომხმარებელს. და მოგმართავით ხოვნით, რომ აი თუ შეგიძლიათ რომ პატარა მცირე ზომის ამანათის ჩამოტანაში დამეხმაროთ 300 გრამი, 200 გრამი, თუნდაც 1 კილო, რა თქმა უნდა გააჩნია, ხო, ეხლა რაზე არის საუბარი, შეიძლება 300 გრამი იყოს რაღაცა კონკრეტული პროდუქცია, მაგრამ მისი თვისებებიდან გამომდინარე ვერ წამოიღო საფოსტო კომპანიამ და წამოიღოთ ჩვენ, ხო, ლოგისტიკურმა კომპანიებმა. მარტივად და გასაგებად რო ახსნა ეხლა ეს მოკლედ რეზიუმე რო გავაკეთო. საფოსტო მომსახურება არის აბსოლუტურად სხვა მომსახურება და ლოგისტიკური მომსახურება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის რადიკალურად განსხვავებული. უფრო მკაფიო რო იყოს კიდევ საფოსტო კომპანიები, როდესაც აგროვებენ პირობითად ან თავის საწყობში ან იყენებენ ჩვენ საწყობს, აგროვებენ ამ მცირე ზომის ამანათებს, ინდივიდუალურ ამანათებს, რომელიც კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ არის გამოწერილი და შემდგომ უკვე გვიკეთავენ ჩვენ მის ტრანსპორტირებას ამ შემთხვევაში მაგალითისთვის რო ავიღოთ თბილისამდე, ხო? ჩინეთის საწყობიდან ამ შეგროვებულ ტვირთს ვიღებთ და მოგვაქვს თბილისის საწყობამდე. ანუ ლოგისტიკური კომპანიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ტვირთის წონას, ფორმას, ზომას და მის მახასიათებლებს. გეთანხმები ლევან, იქიდან გამომდინარე, რომ საფოსტო გზავნილები ზოგადად არის გათვლილი ფიზიკურ პირებზე, შესაბამისად ფიზიკური პირებისთვის განსხვავებაც ის არის, რომ როდესაც ფიზიკურ პირს ჩამოდის ამანათი იქნება თუ რაღაც გზავნილი, მას გამარტივებული დეკლარაციის საშუალებით შეუძლია ამ გზავნილის მიღება, რაც სატრანსპორტო კომპანიების შემთხვევაში რადიკალურად განსხვავდება, ხო? განსხვავება არის ამ ორ სერვისს შორის ის, რომ ერთი არის კომერციული გადაზიდვა, მეორე არის გათვლილი ფიზიკურ პირზე და ინდივიდუალური პირად გზავნილებზე. და შესაბამისად ზუსტად ეს არის, რაც გამიჯნავს ერთმანეთისგან ფიზიკური პირებისთვის გზავნილს და კომპანიებისთვის გზავნილს. როდესაც კომპანიისთვის ჩამოგვაქვს ამანათი თუნდაც იყოს 300 გრამიანი, როგორც აღნიშნე, მას აუცილებლად ჭირდება ლოგისტიკური კომპანია, რომელმაც საბაჟო
საბაჟო მიმართულება უნდა გაიაროს ზედმიწევნით კარგად და თანმიმდევრობით, ხო? იქ საჭირო დოკუმენტები არის იმისათვის, რომ მოხდეს ამ პროდუქციის გაიმპორტება ან გაექსპორტება. იქიდან გამომდინარე, რომ უნდა მოხდეს სრული საბაჟო სერვისის გავლა და ფიზიკურ პირს გამარტივებულად ონლაინ შეუძლია ამ პროდუქციის ამანათის დადეკლარირება და მარტივად შეუძლია მიიღოს ეს ამანათი მის ამას. საფოსტო კომპანიის დეკლარანტი უკეთებს დისტანციურად მათი მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხო? ძალიან მარტივად ხდება გამარტივებული საბაჟო პროცედურა არის. საფოსტო გზავნილის შემთხვევაში. კი ბატონო, მოკლე რეზუმე რო გავაკეთოთ, ხლევან, ესე რადიკალურად განსხვავდება ფიზიკური პირის შემთხვევაში გზავნილების მიმართულება და ლოგისტიკური კომპანიის შემთხვევაში უკვე კომერციული ტვირთების ტრანსპორტირება, ხო? ვინაიდან კომერციული ტვირთების ტრანსპორტირება სჭირდება რიგი საბუთები, რომ შესრულდეს სრულყოფილად ყველაფერი და ფიზიკური პირის შემთხვევაში მარტივი გამარტივებული წესით ხდება ყველაფრის მოგვარება. მოდი გადავიდეთ უშუალოდ ახლა ტრანსპორტირებაზე. რა არის საჰაერო ტრანსპორტირება, რას მოიცავს, რას მოიაზრებს, რა გვჭირდება საჰაერო ტრანსპორტის დროს, რა პროცესები უნდა დავგეგმოთ, რა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება არის საჭირო. ამისთვის როგორც ჩვენ ახლა წინა ეპიზოდებში ვიყენებდით ხოლმე მეთოდს, ავიღოთ რაღაც კონკრეტული გადაზიდვა, კონკრეტული ქვეყნიდან, კონკრეტულ ქვეყნამდე, ხო? მარტივი გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ისე ვავიღოთ ჩინეთიდან საქართველომდე, ძალიან მარტივი რო იყოს, კიდევ უფრო რო გავამარტივოთ, ავიღოთ მაგალითად ქალაქი შანხაი, შანხაიდან თბილისამდე, ხო? ავიღოთ რაღაცა კონკრეტული მოცულობის ტვირთი, პირობითი ზომებით, პირობითი წონით და ვისაუბროთ ჯენერალზე რა, ანუ ტვირთზე, რომელიც არ არის კარგადის, ხო, ზოგადი სახის ტვირთზე, რომელიც არ გადის სახიფათო ტვირთის კლასში. აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის? მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის თუ რა ზომების არის და რა წონის არის. იმიტომ რომ ტრანსპორტირების ტარიფიც შესაბამისად ითვლება აქედან. ანუ კონკრეტულად ვთქვათ, თუ ტვირთის მოცულობითი წონა მეტია მის ფაქტიურ წონაზე, ითვლება საჰაერო გადაზიდვის დროს მოცულობითი წონით და არა რეალური წონით, რომელიც შეიძლება ამ ტვირთს ჰქონდეს. ისევე როგორც პირიქით, შეიძლება მოცულობითი წონა იყოს მცირე და რეალური წონა ტვირთის იყოს უფრო დიდი და ამ შემთხვევაში სარგებლობთ ხოლმე მეთოდით, რომელიც უფრო მეტი არის მოცემულობიდან გამომდინარე, იმ რაოდენობით ითვლება საჰაერო გადაზიდვის ღირებულება. ხო, ესეც აი კარგად რო გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს, ხო, რომ ეს სტანდარტი არის, საერთაშორისო სტანდარტი, რომელთაც ხელმძღვანელობს აბსოლუტურად ყველა, ხო, გამონაკლისების გარეშე. ნუ გამონაკლისში შეიძლება ჩაითვალოს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ჩარტერს აკეთებ და ქირავ თვითმფრინავს, რომელშიც მარტო შენი ტვირთი იქნება, იქ უკვე ხო არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ხო, რამდენი რა ზომა იქნება და რა წონა, მთავარია ჩაეტიოს თვითმფრინავის გაბარიტებში. ამაზე მერე ვისაუბროთ, ხო, ეხლა რომ დაუბრუნდეთ საწყის ეტაპს, ანუ მოდი მე ჩამოვთვლი დოკუმენტაციას თუ რა გვჭირდება. და შენ უკვე ტექნიკურ მხარეს გაყევი ესე რომ თქვა ტექნიკური ხაზი აიღე და შესაბამისად ვისაუბროთ. რა გვჭირდება ეხლა ამ ტრანსპორტირებისთვის დოკუმენტალურად, ხო? გვჭირდება პირველ რიგში კომერციული ინვოისი, გვჭირდება შეფუთვის ფურცელი, რის საფუძველზეც უკვე, როდესაც ტერმინალზე მიგვაქვს ტვირთი, დგება საჰაერო ზედნადები. ამ ზედნადებში აბსოლუტურად ზუსტად იწერება ის წონები, ზომები და მიმღები, გამგზავნი კომპანიები, ანუ აბსოლუტურად იდენტური არის როგორც პირობითად რაზეც ვისაუბრეთ წინა ეპიზოდებში CMR-ი, BL-ი და ასე შემდეგ. ხო, ნუ ყველა გადაზიდვას თავისი ზედნადები აქვს, ეგრეთ წოდებული, რომელშიც ივსება შესაბამისი ინფორმაციები, ხო? ამ შემთხვევაში საჰაერო ტრანსპორტირების დროს ვიყენებთ AVB-ს, რომლის გარეშეც
ფიზიკურად ვერ ხერხდება და ვერ მოხერხდება იმპორტის რეჟიმში მოქცევა ტვირთის. ანუ აუცილებელ დოკუმენტაციათა ნუსხაში პირველ რიგში გვჭირდება ეს სამი დოკუმენტი. ნუ შესაბამისად მერე უკვე ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება დაგვრჩიდეს წარმოშობის სერტიფიკატი, შეიძლება დაგვრჩიდეს ევრო 1, ნუ ასე შემდეგ ჩვენ უკვე ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის იმ საბაჟო კოდზე, რომელიც საბაჟო კოდითაც უნდა მოექცეს იმპორტის რეჟიმში. ძირითად შემთხვევაში გვჭირდება ეს დოკუმენტაცია, რომ ტრანსპორტირება დაიწყოს და დასრულდეს ისე, როგორც წინასწარ დაგვეგმოთ მას. კი ბატონო, ტექნიკურ ხარესაც შეეხება, ხო? ანუ ჯერ იმით დავიწყოთ, რომ წინა ეპიზოდებშიც ვისაუბრეთ ბევრი ინკოტერმებთან დაკავშირებით და ნუ აქაც ანალოგიურად ხდება ინკოტერმების დაცვა. ანუ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შანხაიში, თქვათ, პირდაპირ აეროპორტიდან წამოვიღოთ ტვირთი, შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩვენი საწყობიდან წამოვიღოთ ტვირთი, თუ არის შესაძლებლობა ამის და აქ სატრანსპორტო კომპანიას ამის შესაძლებლობა. და შეგვიძლია ავიღოთ პირდაპირ ქარხნიდან და ნუ ეს ex-work პირობით მოვახდინოთ ტვირთის ტრანსპორტირება. ნუ ეს ინკოტერმების თემა დამოკიდებული არის უკვე მიმღებსა და გამყიდველს შორის მოლაპარაკებაზე, რაზეც ბევრჯერ გვაქვს ნასაუბრები. ტექნიკური მხარედან გამომდინარე, რაც შენ თქვი, ზედდებულის შევსება, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, რომ ყველაფერი ზედმიწევნით სწორად და სწორად იყოს მითითებული ყველა დეტალი, იმიტომ რომ განბაჟების დროს, თუნდაც ექსპორტის დროს და თუნდაც იმპორტის დროს საბაჟო მხარე აუცილებლად ითვალისწინებს ზედდებულში მითითებულ ინფორმაციას და მისი და სატრანსპორტო კომერციული ინვოისის შედარებით ახდენს ტვირთის განბაჟებას და შესაბამისი საბაჟო კოდით მის დაბეგვრას. ნუ როდესაც ზედდებულს ბეჭდავთ, უკვე და დეკლარაციის შევსებაზე მიდის საქმე, ხო? ნუ დეკლარაცია, ექსპორტის დეკლარაცია იბეჭდება ჩვეულებრივად როგორც ჩვენ ქვეყანაში არის და როგორც ვისაუბრეთ წინა ეპიზოდებში ანალოგიურად ხდება ჩინეთშიც და ნუ დაბეჭდვის შემდეგ უკვე ემზადება ტვირთი წამოსასვლელად, გამოსაფრენად, ესე რომ ვთქვათ. ძალიან მარტივი პროცედურა არის საჰაერო გადაზიდვები. იმით გამოირჩევა და ეს არის უპირატესობა ზუსტად საჰაერო გადაზიდვების, რომ სწრაფად ხდება ყველანაირი პროცესის დაგეგმვა და განხორციელება. კი ბატონო. მარტივი არის ბუდის ჩაგეჭრებილაშე მარტივი არის შენთვის, იმიტომ რომ შენ საქმის და ნუ ზოგადად ამ საქმის სპეციალისტები ვართ და მარტივი არის, მაგრამ უბრალოდ მაყურებლისთვის ხშირ შემთხვევაში ისიც კი გაუგებარი არის ხოლმე, როდესაც ვეუბნებით, რომ ტვირთის ჩამოსვლის შემდგომ არ მთავრდება ის კონკრეტული პროცესი, ხო? იმას მოყვება კიდევ ტერმინალის მომსახურება, რომელიც არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? ყველა ქვეყანას აქვს ინდივიდუალური მიდგომა და ეს დამოკიდებული არის ამ ტერმინალის პოლიტიკაზე. იმიტომ რომ საქართველოში განსხვავებული ტარიფები არის სატერმინალო მომსახურების, ჩინეთში განსხვავებული ტარიფები არის, ისევე როგორც საზღვაო გადაზიდვების დროს ვისაუბრეთ და ფოთის სატერმინალო მომსახურებაზე ვთქვით და ბევრი ვისაუბრეთ მაგასთან დაკავშირებით, რომ არის საკმაოდ მაღალი ტარიფები, ანალოგიური არის საქართველოშიც საჰაერო გადაზიდვების შემთხვევაში ჩვენი აეროპორტის ტერმინალების მიმართულებითაც, ხო? მაგრამ ნუ როგორც თქვი, ეს ცოტა რთული გასაგები არის თვითონ მომხმარებლებისთვის და მათ გონიათ ხოლმე, რომ ეს ღირებულება სატრანსპორტო კომპანიის რაღაც დამატებითი მომსახურების საფასური არის. ნუ რეალურად ეს არის გარდაუვალი მოსაკრებელი ტრანსპორტირების, რომლის გარეშეც ფიზიკურად ვერ მოხდება ტვირთის განბაჟება და გამოტანა, ესე რომ ვთქვათ, საბაჟო ზონიდან. ხო, ნუ მარტივი არის მანდაც, ხო, ეს ტერმინალი ფუნქციონირებს, ტერმინალს თავისი ხარჯები აქვს, იქ მუშაობენ ადამიანები, ვინც შესაბამის გასამრჯელოს იღებენ, ხო? ტექნიკური მხარეც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის და შესაბამისად გარდა ამისა უსაფრთხოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, ეს ყველა ტვირთი გადის სკანირებას, შემოწმებას, თუ სახიფათო ტვირთი არის, ამ შემთხვევაში ხდება მისი დასტიკერება, რომ არის სახიფათო ტვირთი და იმას განსხვავებული სატერმინალო მომსახურების ღირებულებები აქვს, თუ მსხვერპლი ტვირთი არის, განსხვავებული
ღირებულებები აქვს და სხვანაირად ხდება მისი ტრანსპორტირების დაგეგმვა, თუ ძვირადღირებული ტვირთი არის, მისი ტრანსპორტირებაც განსხვავებულად ხდება და ესე არის კლასიფიცირებული სხვადასხვა ღირებულებები. მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ ზოგადის სახის ტვირთზე, general cargo-ზე ეგრეთ წოდებული, რომლის ტრანსპორტირებაც არ მოითხოვს რაღაც დამატებითი ღირებულებების გადახდას, გარდა იმისა, რაც სტანდარტული ღირებულება შეიძლება იყოს სატერმინალო მომსახურება და ავიაგადაზიდვის ღირებულება. მაგრამ ჩვენ არ გვისაუბრია ამ ჩვენი ტვირთის წონაზე და ესე რომ ვთქვათ მის ზომებზე, თქვით რომ კი ბატონო, მისი ზომებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავთვალოთ როგორც მოცულობითი წონით, შეგვიძლია დავთვალოთ ისე რეალური წონით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ თუ მაგალითად სატრანსპორტო კომპანიასთან ვიჭერთ საქმეს ტვირთის ჩამოსატანად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მაღალი იქნება ტვირთის წონა, ამ შემთხვევაში პლუს 45 კილოგრამიდან არის ფასები უფრო მისაღები მომხმარებლებისთვის. და ცდილობენ ხოლმე, რომ ძირითადად ტვირთის წონა გაიზარდოს, რომ ღირებულება შემცირდეს ტრანსპორტირების. იმიტომ რომ მანდაც ბიჯებად არის დაყოფილი, როგორც ვიცით, პლუს 45 ბადეები არის რა. კი ბატონო, პლუს 45 კილოგრამის შემთხვევაში საკმაოდ მაღალია ტარიფი, პლუს 100 კილოს შემთხვევაში მცირდება და ესე არის 300 კილოგრამის, 500 კილოგრამის 1000 და მაქსიმუმ 3000 კილოგრამი არის, რის შემდეგაც ტარიფი ერთნაირი რჩება. მაგრამ 3000 კილოგრამის შემთხვევაში ღირებულება არის საკმაოდ დაბალი, ვიდრე თქვათ 45 კილოგრამის წამოღების შემთხვევაში. ციფრებშიც რო გადავიტანო, მარტივად ახსაქმელი იყოს, ხო, ეხლა პირობითად დღეს ბაზარზე თუ 12-დან 14 დოლარამდე მერყეობს 1 კილოგრამის 45 პლუს 45 კილოგრამის შემთხვევაში, 3000 კილოგრამის ზევით თუ არის ტვირთი, შეიძლება 2-დან 3 დოლარამდეც კი ჩამოვიდეს მისი ტრანსპორტირების ღირებულება. ამიტომ ეს სხვაობა, ხო, ძალიან თვალშისაცემი არის, როდესაც დიდ ტვირთზე არის საუბარი. აქვე მინდა ისეთი რაღაც დავამატო, რომ რაც კიდევ ხშირად ერევათ ხოლმე და ეშლებათ მომხმარებლებს. ეს არის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. როდესაც მოგვაქვს ხოლმე საჰაერო გზით ტვირთი, რომელსაც ჭირდება ტემპერატურის დაცვა, აქ გვაქვს რამოდენიმე ვარიანტი, ხო? პირველ რიგში ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არავინ არ მოგატყუოთ და არავინ არ მოიტყუოს თავი იმიქინა გამომდინარე, რომ თვითმფრინავში ხდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. ესეთი რამე არ არსებობს. თვითმფრინავი თუ სპეციალიზირებული არ არის ამ მიმართულებით, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ბორტი სტანდარტული სამგზავრული იქნება თუ სატვირთო იქნება, უშუალოდ ჰაერში ყოფნის დროს თვითმფრინავის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ვერ და არ ხდება. იდეაში არც არის საჭირო, იმიტომ რომ ისე სწრაფად ხდება ტრანსპორტირება საჰაერო გადაზიდვების დროს, რომ რეალურად პროდუქციის ესე რომ ვთქვათ, შემადგენლობის დაზიანება არ ხდება. თუ ესეთი პროდუქცია არის და გვაქვს ესეთი პრაქტიკაც, რომ არის ისეთი სახის ტვირთები, რომელსაც ერთი წუთითაც არ არის რეკომენდირებული, რომ დაირღვეს ტემპერატურული რეჟიმი, მაგ შემთხვევაში სპეციალიზირებულ შეფუთვით ხდება, ესე რომ ვთქვათ, ამ პროდუქციის გადატანა. კი ბატონო. გაზთან, ბევრი რაღაც სხვადასხვა მეთოდები არის, როდესაც თუ ზუსტად თქვი, უშუალოდ ტრანსპორტირების დროს ჰაერშიც კი უნდა იყოს ტემპერატურა რაღაც კონკრეტული დაცული. ამ შემთხვევაში კეთდება ბოქსები, ან შესაბამისი თერმული ყუთები არის, რაშიც რაღაც კონკრეტული დროის მანძილზე უძლებს ამ ტრანსპორტირებას, იფუთება შესაბამისად, თუ მინუსი არის საჭირო ყინულებით, თუ პლუს რაღაც კონკრეტულ ტემპერატურაზეა საუბარი, სპეციალური დამათბობლებით, რომლებიც ამ ტემპერატურას იცავენ ამ 2-3 საათიან, მაქსიმუმ 6 საათიან ფრენის დროს. ისიც დავამატოთ ხლევან, რომ ეგ მაგ შემთხვევაში, რასაც ახლა ვსაუბრობ, ჩვენ ხო ეს ბოქსები სპეციალიზირებული რაც არის, რიგ შემთხვევაში ართულებს ხოლმე გადაზიდვის საკმაოდ, იმიტომ რომ
თვითონ ამ ყუთზე ძირითადად მშრალი ყინულის საშუალებით ხდება ხოლმე ამ პროდუქციის შენახვა, ტემპერატურის დაცვა და ამ დროს უკვე ეს ავიაკომპანიისთვის ვის საშუალებითაც ხდება ტრანსპორტირება ის ტარიფს კიდევ უფრო აძვირებს, იმიტომ რომ ამ დამატებით შეფუთვას დამატებითი დოკუმენტაცია ჭირდება, რომ უსაფრთხოდ მოხდეს ტვირთის გადაზიდვა. დოკუმენტაციაც შესაბამისად წონაც იზრდება, ზომაც იზრდება, შესაბამისად გეზდება ფასიც. კი ბატონო. მაგრამ სხვა გზა არ არის და გინდა მაინც და მაინც ამ ფორმით ჩამოტანა ან გაგზავნა, ყველაფერი არის შესაძლებელი. მოკლედ ერთი სიტყვით ვთქვათ, ჩვენ არაერთ გზის დაგვიგეგმია, ხო? მსგავსი გადაზიდვები სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ისეთი დიდი მსხვილი ავიახაზები როგორებიც ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ კარგო ფრენებს ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ცოტა ისეთი განრიგით არის, ხო? კვირაში სულ რამოდენიმე რეისი ხორციელდება კარგო ფრენების სხვადასხვა ავიახაზების მიერ. ამიტომ ჩვენ მაგაშიც არა ვართ შეზღუდული, ხო? ბევრჯერ ქონია ალტერნატივა, რომ თუნდაც სომხეთის, აზერბაიჯანის რიგ შემთხვევებში ქონდა რამოდენიმეჯერ რომ ყაზახეთში ჩაგვიტანია და იქიდან გაგვიშვია, ხო, რომ დროში მოგვეგო და ბევრნაირად შეიძლება, რა ვარიაცია. საჰაერო გადაზიდვის დროს არ ხარ შეზღუდული არაფერში. ანუ რის წარმოდგენად შეგიძლია პირდაპირ შეგიძლია ის რომ გადმოიტანა რეალობაში და გააკეთო. და სულ რამოდენიმე საათში ამას არ ჭირდება კვირეები, თვეები, როგორც საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვის დროს, აქედან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება მაქსიმუმ 18-20 საათში უკვე ტვირთი ადგილზე. კი ბატონო, მაგრამ დაგესესხები შენ და ვიტყვი იმას, რომ ეს საქართველოს პირობებში სამწუხაროდ ბევრ კომპანიას არ შეუძლია რომ ესე დაგეგმოს გადაზიდვის პროცესები რა. ანუ ეხლა რაც თქვი შენ, როდესაც მეზობელი ქვეყნების ტერმინალებს ვიყენებთ გადაზიდვისთვის, ეს ბევრ რიგ საკითხებთან არის დაკავშირებული და ესე რომ ვთქვათ, ბჭყალებში მოსაგვარებელი საკითხები არის ბევრი, რომელიც სამწუხაროდ არ შეუძლია ყველა კომპანიას რა და აქვე იმასაც დავძენ, რომ ჩვენი სპონსორი IBEX ლოგისტიკი ხო, რამდენიმე ავიაკომპანიის წარმომადგენელი არის საქართველოში და ეს გვაძლევს ჩვენს ქვეყანას აძლევს იმის შესაძლებლობას და იმ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც საჰაერო გადაზიდვებით არიან ყოველდღიურობაში დაკავებული, გამარტივებულად, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე მოახდინონ გადაზიდვები და რა თქმა უნდა, იმ პრივილეგიებით ისარგებლონ, რაც მოსდევს იმას, რომ კომპანია იყოს წარმომადგენელი კონკრეტული ავიახაზების. კი, რა თქმა უნდა, გეთანხმები 100%-ით ლაშა. მე აქვე მახსენდება ერთი შემთხვევა, როგორც ჩვენი ინფორმაცია მოვიძიეთ მაშინ მაგ ეტაპზე, ამ დროში არავის გაუკეთებია, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი დამკვეთის მიერ ძალიან დიდი თხოვნა იყო და კონკრეტულად ეხლა რაღაცებზე რომ დეტალებზე არ ვისაუბრო, ჭირდებოდა ჩარტერული ფრენა და ეს ჩარტერული ფრენა დაუგეგმეთ 8 საათში. ეს იყო რაღაცა ისეთ სასწაული, რომელსაც და სასიამოვნო პროცესი იყო, რომელსაც ვერავინ ვერ იჯერებდა, თავისი ნებართვებით მივიღები ქვეყნის, გამგზავნი ქვეყნის, 8 საათში ამ ყველაფრის დაორგანიზება, როდესაც ჩარტერულ ფრენაზე არის საუბარი. არ ვიცი, პირდაპირ ვთქვა, თითქმის შეუძლებელი არის ესე. უტოპიურად ჩანს, მაგრამ რეალურად ესე იყო, ხო? იმ გამოცდილების, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც ჩვენ საბედნიეროდ ამ ეტაპზე გვაქვს. ძალიან შორსაც რომ არ წავიდეთ, ტექნიკურად ეხლა ეს საჰაერო მიმართულება მეტნაკლებად ასე თუ ისე ავხსენით. კიდევ ბევრი რაიმის თქმა შეგვიძლია რომ რამოდენიმე დღეც კი გადააობა და ვისაუბროთ, ხო? მაგრამ გავაგრძელოთ ჩვენი ტვირთის ჩამოტანა საქართველოში, ხო? კი. ამიტომ ეხლა ჩვენ მიუბრუნდეთ იმ ტვირთს, რომელიც ჩინეთიდან უნდა წავმოგვება, საიდანაც დავიწყეთ საუბარი, ავხსენით რა დოკუმენტაცია გვჭირდებოდა, ავხსენით ტექნიკური მხარე, როგორანაირად უნდა გაგვეკეთებინა და ცოტა ფინალისკენ რო წავიდეთ, ტექნიკური
და მატერიალური მხარე საჰაერო გადაზიდვების არის იმდენად სრულყოფილად დეტალურად გასაკეთებელი, რომ ამას თუ ვიღაცა კონკრეტული გამოცდილი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არ აკეთებს, შეიძლება ძალიან დიდი ზიანიც კი გამოიწვიოს. ხო და ასეთი არაერთი მაგალითი გვსმენია, ხო, რომ კონკრეტულად რაღაც პროდუქციაზე, რომელზეც მიუციათ ფასი ტრანსპორტირების, ორჯერ სამჯერ გაზდიათ, იმიტომ რომ აი ეს უმარტივესი დეტალები ახლა რასაც ჩვენ საუბრობთ, ხო, რომ მოცულობითი წონით ითვლება ან ფაქტიური წონით ითვლება, სამწუხაროდ ბევრმა არ იცის. თვლიან მოცულობის წონაზე, როდესაც კი არა და თვლიან ფაქტიურ წონაზე, როდესაც მოცულობის წონა ორჯერ ან სამჯერ მეტი არის. ხო, საზღვრავენ იმ ტარიფს, რომელიც ფაქტიური წონა არის და რეალურად კი ვიცით რა როგორ ანაირად სრულდება. ამიტომ რჩევისახითაც მე მინდა ჩვენს მაყურებელს, ჩვენს გამომწერებს მივმართო, რომ დაიჭირეთ ისეთ კომპანიებთან საქმე, რომლებიც არიან სანდოები და პროფესიონალები ამ მიმართულებაში. საბედნიეროდ ჩვენ ქვეყანაში არაერთი კარგი კომპანია არის, რომელთანაც შეგიძლიათ, რომ გქონდეთ ურთიერთობა, დაუკვეთოთ ეს სერვისი და იყოთ მშვიდად, რომ ის ყველაფერი ისე შესრულდება, როგორც არის დაგეგმილი უშუალოდ ამ სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ვადებს რაც შეეხება ამ ჩინეთიდან ტრანსპორტირების, ხო მოდი ამასაც ვახსენებ, არის. ვადებს რაც შეეხება დაახლოებით 2-დან 5 დღემდე მერყეობს, ხო გააჩნია საშუალოდ ეგ დრო ჭირდება ჩამოყალიბებას. რა გააჩნია რომელი ავიახაზით სარგებლობს, ხო ამ შემთხვევაში. და საბედნიეროდ იმასაც დავამატებ აქ, რომ ბოლო პერიოდში მოიმატა ალტერნატივების რაოდენობამ ჩინეთიდან და ეს სასიხარულო ამბავია, იმიტომ რომ ეს როგორც ბიუჯეტის დაინიშნა და შესაბამისად კი რაღაც მიმართულებებიდან პირდაპირ რეისების დაინიშნა და ეს როგორც ბიუჯეტის მხრივ, ისე დროის მხრივ და კომფორტის მხრივ გაიზრდება, მოთხოვნაც გაიზრდება შესაბამისად მომხმარებლების მხრიდან და დაინტერესება საჰაერო გადაზიდვებით და ეს ჩვენი ეკონომიკისთვისაც რა თქმა უნდა კარგი იქნება სამომავლოდ. კი ბატონო. ხო, ამ ყველაფერს ლევანის ის უნდა დავამატოთ, რომ ყველაფრის ტრანსპორტირებაც ვერ ხდება, ხო, საჰაერო გადაზიდვების საშუალებით და თვითმფრინავების საშუალებით. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ისეთი სახიფათო სახის ტვირთები, რომლებიც ფიზიკურად ვერ მოთავსდება თვითმფრინავში და მის ტექნიკურ მხარესთან შესაბამისობაში ვერ მოდის. ფრენის დროსაც არ შეიძლება მისი ტრანსპორტირება. სამოქალაქო პორტებზე არ არის დაშვებული სამწუხაროდ. კი ბატონო და ამისათვის ამის გამიჯვნა რომ მოახდინოს სატრანსპორტო კომპანიამ, ამისათვის არის საჭირო შესაბამისი საბუთები, ეგრეთ წოდებული MSDS-ი, რომლის გადამოწმების შემდეგ ავიაკომპანია გვეუბნება, შეგვიძლია თუ არა მისი ტრანსპორტირება და გვაძლევს ნებართვას. თუ სახიფათო ტვირთი არის, შესაბამისად, წეღანაც თქვით, რომ ღირებულება შედარებით მაღალი არის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს, მაგრამ ეს MSDS-ი არ ნიშნავს იმას აუცილებლად, რომ ტვირთი სახიფათო არის. შეიძლება ეს საბუთი იმისთვის იყოს საჭირო, რომ არ არის სახიფათო და ჩვეულებრივ ზოგადი სახის ტვირთად General Cargo-თ მიიღოს ავიაკომპანიამ ეს ტვირთი. კი, შემცველობებს გააჩნია ქიმიურ შემცველობებს, რისგან შედგება და ამის მიხედვით საზღვრება. სახიფათო ტვირთებიც 9 კლასი არის და 9 კლასის ტრანსპორტირება ფიზიკურად ვერ ხერხდება თვითმფრინავის საშუალებით. კი ბატონო. მოდი ბოლოსკენ რო წავიდეთ ლაშა, ფაქტიურად ყველაფერი ის ძირეული რაც იყო თქვით, ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ სპონსორს Ibex Logistics, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მეგობარ კომპანიას Podcast Area, სადაც ჩვენი ეპიზოდები იწერება ხოლმე. მე დროებით დაგემშვიდობებით მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო თემის ირგვლივ. მადლობას მოგიხდით, ძვირფასო გამომწერებო და მეგობრებო, ვინც გვერდში გვიდგახართ დღემდე. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი თხოვნა იქნება, რომ გამოგვიწეროთ და მოგცეთ იმისი мотиваცია, რომ სამომავლოდაც გავაგრძელოთ კიდევ და ვიგრძნოთ ის დაინტერესება თქვენი მხრიდან. და მადლობას გადაუხდი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენს სპონსორს Ibex Logistics და თუ ვინმეს უნდა, რომ ესეთი სერიოზული სახის გადაცემები, პოდკასტები ჩაწეროს, Podcast Area-ს უნდა მომართოს აუცილებლად.
მადლობა დათმობილი დროისთვის, გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ თუ რამე კითხვები გაქვთ და რაღაც შეიძლება ყველაფერი ვერ ჩამოვაყალიბეთ ისე როგორც საჭირო იყო და ვინმეს თუ ამასთან დაკავშირებით რამე კითხვა ექნება, მოგვწერეთ და შეგვიძლია შემდეგში გამოვასწოროთ თუ რამე ესეთი ფაქტი მოხდა. ხო, ერთ ეპიზოდს უბრალოდ აუცილებლად მიუძღვნით იმ კითხვებს, რომელიც ჩვენი ეპიზოდების ქვეშ იქნება დაწერილი ჩვენი გამომწერების და მაყურებლების მიერ. მადლობა კიდევ ერთხელ დროის დათმობისთვის და დროებით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.